სალამი ხალხო, ამ ვიდეოში აგიხსნით, როგორ დაამზადოთ ID ბარათი საეჭვო Wild West-ზე. Blackwater-ში არის ფოტოაპარატი, აი აქ, მოდიხართ, შემოდიხართ ამ ოთახში, აწვევით G-ს და დგებით კედელთან. შეგიძლიათ ზევით ასკროლოთ, ქვევით ჩამოსკროლოთ, გაასწოროთ როგორც გინდათ. და სამი კნოპკის დახმარებით, Windows Shift S-ის დახმარებით იღებთ სურათს, წელს ზევით. შემდეგ ამ სურათს, რომელსაც მოუჭრით სასურველ ზომაზე, კარგი იქნება როგორც ვიდეოში განახეთ. ეგრე რო გააკეთოთ, უგზავნით Discord-ში. დააწვევით, გახსნით და მარჯვენა კნოპკა Copy Media Link. აი ამ ლინკს წამოიღებთ. შემდეგ ფოტოაპარატთან აწვევით Enter-ს. შემდეგ აქ აკოპირებთ იმ ლინკს, აძლევთ Previews და გიჩვენებთ როგორ გამოჩნდება თქვენს ID ბარათში თქვენი გადაღებული სურათი. შემდეგ აძლევთ Print-ს. გართმევთ $5 და თქვენი სურათი გიჩნდებათ ინვენტარში. გამოიყურება ეს. ეხლა ეს სურათი ჩვენ უნდა ავიღოთ და ჩავაკრათ ID ბარათში. ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევთ? თქვენი პერსონაჟი, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იმ ქვეყანაში უნდა დაამზადოთ თქვენი ID ბარათი. მაგალითად, თუ არის ამერიკელი, ქალაქ Blackwater-ში არის აი ეს, არის Saint-Denis-ში ეს და ჯერჯერობით დანარჩენ ქალაქებშიც დაემატება, მეტი არ არის ამერიკის ტერიტორიაზე. ინდიელებში არის აქ, ვაპიტიში და მექსიკელებსაც აქვთ თავიანთი identity პროცესი, რა თქმა უნდა, ქალაქ არმადილოში. ამ შემთხვევაში, რაღაც ჩვენი პერსონაჟი არის ინდიელი, უნდა დავამზადოთ, რა თქმა უნდა, ვაპიტიში. მოვედით ვაპიტიში და მოვდივართ აი ამ კაცთან. პირდაპირ Enter-ს რო დააწვეთ, არ წამოიღებს, არ მოგცემთ უფლებას, ამისათვის რა უშვებთ? ვსნი ინვენტარს, ვაწვევით სურათს და შემდეგ ავტომატურად გვიხსნის ID კარტს. აქ სახელდაგვარი რაც დაგეწერებათ, მაგას მიუთითებს ავტომატურად, მოქალაქეობა ვაპიტი, სქესი, ასაკი და აქ შეგიძლიათ თმისფერი და თვალის ფერიც მიუთითებთ. შემდეგ აძლევთ Submit-ს და ჯამში $55, $5 სურათის გადაღება და $50 ID-ს დამზადება, გაძლევთ ესეთ შედეგს. აჰა, ესეც ჩვენი ID ბარათი. ხო, რაც ყველაზე თავარი დამავიწყდა, გარკვეულ პერიოდში ერთხელ გერიცხებათ ბრჭყალებში პენსია. რომელ ქალაქშიც აიღებთ ამ ID ბარათს, იმ ბანკში, იმ ქალაქის ბანკში ჩაგერიცხებათ ეგ თანხაც და შეძლებთ გამოტანას, რა თქმა უნდა. დროებით